გამარჯობა. დღეს 15 ივლისია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1238 დღე გავიდა. მე რატივარ მუჯირი ჟურნალისტი და ვსაუბრობ იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში. ცოტა ხანში შემოგვიერთდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველი მებრძოლი ირაკლი ანდრონიკაშვილი და ერთად ვისაუბრებთ და გავივლით იმას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გასული ერთი კვირის განმავლობაში. მანამდე კი მე შევაჯამებ მოკლედ თუ რა მოხდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, ტრამპის ფერიცვალებით უნდა დავიწყოთ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ რიტორიკის დონეზე რჩება, მთელი კვირის ანონსების და ასევე მედიაში გაჟონილი ინფორმაციების შემდეგ, როგორც იქნა თავად დაადასტურა, თუ რის გაკეთებას აპირებს, როგორ აპირებს, რომ განვითარდეს მოვლენები და დადასტურდა, რომ უკრაინა მიიღებს სამხედრო დახმარებას. და აქ არაა საუბარი ჯერ კიდევ ბაიდენის დროს დამტკიცებულ სამხედრო პაკეტზე, არამედ საუბარია ტრამპის დახმარებაზე. უკრაინა მიიღებს 10 მილიარდის სამხედრო ტვირთს, საუბარია დაწყებული ჭურვებიდან, გაგრძელებული პეტრიოტების სისტემებით და ყურადღებით დასრულებული საშუალო და შორი მანძილის რაკეტებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ტრამპის რიტორიკა გამახსოვრებათ, რომ შეიცვალა პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, უпростоრეთ მას შემდეგ, რაც ამ საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში რუსეთმა უკრაინის ქალაქები ისევ დაბომბა და პირველ რიგში დაბომბა კიევი, რასაც ასევე მოყვა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი და როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფილაში. გარდა ამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სატელეფონო საუბრისას იყო რაღაცა პიროვნულიც და პირადიც, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ტრამპისთვის პირადი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ აი ამ კიდევ ერთი დაბომბვის შემდეგ ტრამპი დარწმუნდა იმაში, რომ მთელი მსოფლიო ხედავდა უკვე კავშირს ამ სატელეფონო საუბრებსა და კიევის დაბომბვებს შორის და გარდა იმისა, რომ კავშირს ხედავდა, მთელი მსოფლიო თვლიდა, რომ ეს არის ტრამპის დაცინვა. დიახ, პუტინი აი ამ ფორმით დაცინოდა და გამოწვევას უგზავნიდა ტრამპის, ესე ვთქვათ, სამშვიდობო გეგმებს. გარდა ამისა, როგორც აღნიშნე, უნდა ყოფილიყო რაღაცა პირადული საკითხიც, რადგან ჩვენ არაერთხელ დავწუნებული ვართ იმაში, რომ ტრამპისთვის პირადული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო რამეა და ამაში შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავწუნდეთ, თუ კი გავიხსენებთ მთელ სახლში ტრამპი როგორ ყვებოდა მელანიასთან დიალოგს ჟურნალისტების თანდასწრებით. ესე იგი, ტრამპი ყვება ასეთ რაღაცას, რომ მივდივარ სახლში და მელანიას ვეუბნები, რომ საკმაოდ კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ვლადიმერთან, როგორც ჩანს, ჩვენ ბოლოში გავედით. მელანიამ პასუხობს, საინტერესო არანაირად, სულ ახლახანს დაბომბა თავში საფარი და მე პასუხობ, მოიცა რა. ხო, აი ეს პირდაპირ ტრამპმა თქვა თეთრ სახლში ჟურნალისტების თანდასწრებით და როგორც ჩანს, აი ეს საკითხები და ესეც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფილაში. როგორც წინა კვირაში, წინა ეპიზოდში აღვნიშნე, ტრამპი აი ამ სატელეფონო საუბრის მერე ფიქრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, როგორი მექანიზმი უნდა მოეფიქრებინა ისეთი, რომ უკრაინისთვის რეალური დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ თან ისე, რომ პუტინიც მაინც და მაინც არ გაებრაზებინა და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეც მოხდა, ტრამპმა ეს მექანიზმი მოიფიქრა. რა ვიცით ახლა აი ამ ახალი სამხედრო დახმარების შესახებ? 10 მილიარდის ტვირთს ამერიკა მიყიდის ნატოს და შემდეგ ნატო გადასცემს ამ ტვირთს უკრაინას. გარდა ამისა, ტრამპმა წამოაყენა ასე ვთქვათ ახალი ულტიმატუმი, რომ 50 დღეში თუ არ დასრულდება ომი, მაშინ ის მეორად სანქციებს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ვთქვათ რუსეთს ეხმარება სანქციებიდან თავის არიდებაში და აქ მათ შორის საუბარია ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტზე, რითიც რუსეთი ჯერ კიდევ ახერხებს თავისი ენერგორესურსების გაყიდვას. ასევე ვიცით, რომ აი ეს სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ დათქმით, რომ კონგრესის გვერდის ავლით ტრამპს პირადად ექნება საშუალება ეს სანქციები მოხსნას ან დააწესოს. ანუ გამოდის, რომ ტრამპი მაინც იტოვებს უკან დასახელ გზას, გარკვეულ სვლას იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდა პუტინთან პირდაპირ დიალოგი გააგრძელოს.
რო რამე ის იტყვის, რომ მე ამერიკამ ნატოს მიყიდა შეიარაღება just business, nothing personal და რა ვქნათ ახლა ნატო არის ცუდი კაცო, ამერიკა კი არ არის ცუდი და თუ კი ავითვალისწინებთ იმას, რომ თვითონ პუტინსაც აქვს დაუფარავი, ჩემი აზრით, სრულიად დაუფარავი სურვილი, რომ ამერიკაც გახადოს ამ ომის მონაწილე და ტრამპიც დასვაროს ამ ომით და ისიც გახადოს თანამზრახველი ომის დანაშაულებში, არ არის გამორიცხული, რომ პუტინი ამ რიტორიკას დათანხმდეს და გაყვეს ამ რიტორიკაში. გარდა ამისა, მოდით გავიხსენოთ თითქმის ისტერიკამდე მისული ტრამპის, ასე ვთქვათ, რიტორიკა, რომ აუცილებელია ომი დაუყოვნებლივ შეჩერდეს, რომ 30 დღით ცეცხლი უნდა შეწყდეს, ceasefire, ახლავე ეს იყო ის, რასაც ტრამპი იძახდა და ახლა ჩვენ მივიღეთ არა დაუყოვნებლივ და 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ერთგვარი წინაპირობა სანქციების წინ, რომ აი 50 დღის მერე თუ კი შენ არ მორჩები ამ ომს, მე აი ამ სანქციებს გამოვიყენებ. აქვე უნდა გავიხსენოთ აუცილებლად აქსიოსის გავრცელებული ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, სადაც გამომცემლობა ამტკიცებს, რომ პუტინმა უთხრა ტრამპს, რომ შემდეგ 60 დღეს ის გამოიყენებს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს და პრინციპში აი ამ სატელეფონო საუბარსა და იმ დღეს შორის, როცა ტრამპმა თქვა, რომ 50 დღეს აძლევს და ახლა 10 დღე უკვე გასული იყო, ანუ პრაქტიკულად ტრამპი აძლევს აი ამ ვადას პუტინს იმისთვის, რომ მან მიზნებს მიაღწიოს. ახლა იმის შესახებ თუ რა შეიძლება იყოს პუტინის მიზნები. ამ ეტაპზე ის საუბრობს 4 ადმინისტრაციული ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლაზე. ეს არის ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟია და ხერსონი. სწორედ ეს 4 ოლქი მიაკუთვნა რუსეთს პუტინმა და როგორც ჩანს, ის თავის დიდ საზაფხულო შეტევაში სწორედ აი ამ ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას გეგმავს და შესაძლოა ეს იყოს მისი მიზანი ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი მიზნები ეს სულაც არ ყოფილა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრამპის ქცევა ყველაფერთან ერთად შეიცვალა ისრაელ-ირანის აი ამ საომარი კონფლიქტური დღეების შემდეგ. როგორც ჩანს, ტრამპი დარწმუნდა, რომ ბროტების ღერძს მხოლოდ ძალის ენის ესმის და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ძალიან ხანგრძლივი, პრაქტიკულად მთელი მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღე მოახმარა ამას, რომ როგორმე რუსეთისგან მიეღო სამშვიდობო შეთანხმება და რადგან მშვიდობას ამ პერიოდში ვერ მიაღწია, ახლა როგორც ჩანს, ტრამპმა გადაწყვიტა ძალა დაანახოს მოსკოვს და ასე შეეცადოს მის დასმას მოლაპარაკებების მაგიდასთან. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, უნდა გაგვახსენდეს, რომ Washington Post-მა გაავრცელა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ამჯერად ტრამპის და ზელენსკის დიალოგის შესახებ. წარმოიდგინეთ ვითარება, რასაც ყოველ შემთხვევაში Washington Post-ი ავრცელებს, ტრამპი ეკითხება ზელენსკის, ამდენი ხანი მოსკოვი რატო არ დაბომბებოდა? ზელენსკი პასუხობს, მოგვეცი შესაბამისი იარაღი და დავბომბავთ. საპასუხოდ ტრამპი ამბობს, მოსკოვი რა არის, პეტერბურგიც. ასე რომ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ უკვე ისე ზემოთ ახსენები აქსიოსის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომ პირველად სიაში იმ სამხედრო დახმარებას, რომელიც ახლა უნდა მიიღოს უკრაინა ნატოს გავლით, შედიოდა ტომაჰაუკებიც. თუმცა შემდეგ ტრამპმა ისინი სიდან ამოიღო. როგორც ჩანს, ტრამპი დააკვირდება რა შედეგს მიაღწევს ზელენსკი იმ იარაღით, რომელსაც ახლა მიცემს, ასევე დააკვირდება იმას, თუ რა რეაქცია ექნება პუტინს ამ ყველაფერზე და შემდეგ გადაწყვეტილებებს უკვე შესაბამისად მიიღებს. და რა შეიძლება იყოს პუტინის პასუხი? ერთი რამ ცალსახა, ახლა ის ჩიხშია, კიევზე წმინდანია არ გამოვიდა და ამას არაფერი აღარ ეშველება. 3 დღე კი არა, 3 დღეში კი არა, 3 წელში ვერ მიაღწია მის მიზნებს და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ 4 ადმინისტრაციული ოლქზე მაინც გავიდეს. ამ ყველაფერს უკვე შეეწირა მილიონი რუსეთის მილიონი მოქალაქე, აქ საუბარია როგორც გარდაცვლილებზე, ასევე დასახელებლებზე და დაჭრილებზე, ჯამში მილიონზე მეტი არის და ამას თავად
რუსი ეგრეთ წოდებული Z-ბლოკერებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას და ახლა მთელს ფსონს დებს აი ამ ზაფხულის შეტევაზე, რომელიც უნდა ითქვას, რომ სუმში ჩაუვარდა და ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ ირაკლისთან ერთად. და ახლა მთელ ფსონს დებს აი ამ 4 ოლქის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, მათ ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას. თუ კი ამასაც ვერ მიაღწევს პუტინი, ვარაუდობ, რომ ის მიმართავს მის ძველ და კარგად აპრობირებულ ბირთვულ შანტაჟს. თუმცა უნდა ითქვას, რომ შესაძლოა ბირთვულამდე მან გამოიყენოს ქიმიური იარაღი და თუ კი ამისაც ვერ მიიღებს შედეგს, შემდეგ უკვე დაუბრუნდება ბირთვულ საკითხს. თუმცა პუტინმა კარგად იცის, რომ ბირთვულის გამოყენებას მოყვება შეუქცევადი პროცესები და პირველ რიგში ეს იქნება გამოუსწორებელი შედეგები თავად რუსეთისთვის. ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ის არის, რომ მშვიდობა ჯერ არ არის, ომი გრძელდება და როგორც ჩანს, უფრო ინტენსიური შეიძლება გახდეს მას შემდეგაც უკრაინა დამატებით შეჯერებას მიიღებს. თუ კი აქამდე გვიყურებთ და არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ დაასაბსკრაიბოთ და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ სოციალურ ქსელებში, გაუზიაროთ სხვებსაც, იმისთვის რომ ასე უფრო ბევრ ადამიანს მივწვდეთ. სამწუხაროდ ირაკლი ვერ ახერხებს დღეს ჩართვას, თუმცა მასთან ინტერვიუს ცალკე შემოხდავაზებთ. მანამდე მე ვეცდები მოკლედ შევაჯამო ვითარება ფრონტზე, რაც ხდება, რაც გვაქვს ინფორმაციები ადგილიდან, უკრაინიდან. სუმის ოლქში რუსული შეტევა არათუ შეჩერებულია, საკმაოდ დიდი დანაყოფი უკრაინული ალყის საფრთხეში არის და ახლა მათი ამოცანა სუმში მყოფი რუსების ამოცანა სწორედ ეს არის, სუმის ოლქი როგორღაც ისე დატოვონ, რომ აი ამ ალყაში არ მოხვდნენ, რაც შეეხება სამხრეთის მიმართულებას, იქ პრაქტიკულად ვითარება უცვლელი არის. რუსები ცდილობენ გარკვეული ძალების მობილიზებას იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე დონეცკის ოლქის საზღვარზე მაინც გავიდნენ, თუმცა იქ დრონების მეშვეობით ეს მკვდარი ზონა, ეგრეთ წოდებული შენარჩუნებულია და წინსვლას მოწინააღმდეგე ვერ ახერხებს, მეტიც დაითვალეს შესაბამისად სამსახურებმა და აი ამ ტემპით თუ გააგრძელებენ დონეცკის ოლქის საზღვრებზე გასვლას და ფრონტის ჩამოშლას, რუსები კიდევ 4 წელს მოანდომებენ. ეს ცოტა უტრირებულია, რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, თუ კი ფრონტს სერიოზული ბზარი გაუჩნდა და გაირღვა, მერე ის შესაძლოა ერთიანად ჩამოიშალოს. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა არსებული ფრონტის ხაზის სიღრმეში, ანუ უკრაინის მხარეს კიდევ დამატებითი თავდაცვის ხუდეები ეწყობა. ასე რომ როგორც ჩანს, ეს პუტინის ახირება, რომ შემდეგი 60 დღე განსაკუთრებული ინტენსივობის შეტაკებები იქნება, შესაძლოა სიმართლეც იყოს და უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით გარკვეულ აქტიობებს, ნახოთ რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ფრონტი უცვლელი არის. დღეისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გთხოვთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, გამოიცროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენს სოციალურ ქსელებში. ნახვამდის.